ბოლო ხანებში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პანამის არხზე ალაპარაკდა. We gave it to Panama and we're taking it back. ის ამბობს, რომ არხი შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს, რადგან ამერიკელების აშენებულია და პანამისათვის გასული საუკუნის ბოლოს საჩუქრად გადაცემა დიდი შეცდომა იყო. We have been treated very badly from this foolish gift that should have never been made. ტრამპი პანამის არხის ხელმძღვანელობას ასევე ამერიკული გემებისადმი არასამართლიან მოპყრობაში ადანაშაულებს. მოკლედ, პანამის არხის შესახებ. პანამის არხი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტია, რადგან ის საშუალებას აძლევს გემებს გაჭრან ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის, ისე რომ სამხრეთ ამერიკის კონტინენტს არ შემოუარონ. არხი დაახლოებით 3 კვირას ზოგავს აზიიდან ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმავალი გემებისათვის და პირიქით. შეერთებული შტატები პანამის არხის ყველაზე დიდი მომხმარებელია. დაახლოებით 70% გემებისა ან შტატებისკენ მიდის, ან იქიდან მოდის. არხი არის ამერიკის აშენებული, რომელიც თავის დროზე 375 მილიონი დაჯდა და ბევრი ფიქრობს, რომ რა კი ამერიკელების აშენებულია და მისი მომხმარებლების უმრავლესობაც ამერიკელები არიან, არხის მფლობელობაც ამერიკელების ხელში უნდა გადავიდეს. ისე საინტერესოა, თუ ამერიკამ ააშენა პანამის არხი და თავიდან მას ეკუთვნოდა, მაშინ რატომ გაასხვისეს? პანამის არხის აშენება იმ დროიდან წარმოადგენდა სანუკვარ მიზანს, როცა ევროპელებმა პირველად ამერიკის კონტინენტები აღმოაჩინეს. მსგავსი პროექტის განხორციელება პირველად ფრანგებმა სცადეს მე-19 საუკუნის ბოლოს. პანამის არხის აშენების მცდელობა 1880 წელს დაიწყო ფერდინანდ დე ლესეპსის ხელმძღვანელობით, რომელიც ეგვიპტეში სუეცის არხის ავტორი გახლავთ. თუმცა 9 წლის განმავლობაში დიდი პროგრესი არ ყოფილა და პროექტი გაკოტრდა. მალარიამ, ყვითელმა ცხელებამ და სხვა ტროპიკულმა დაავადებებმა სამუშაო ძალას, რომელიც ძნელად უმკლავდებოდა საშიშ რელიეფს და ჯუნგლების მკაცრ სამუშაო პირობებს, სერიოზული ზიანი განიცადა. ზოგიერთი შეფასებით ამ პროცესს 20,000-ზე მეტი სიცოცხლეც შეეწირა. შემდეგ პანამის არხის მშენებლობით შეერთებული შტატებიც დაინტერესდა. მაშინ პანამა კოლუმბიის პროვინცია იყო და პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა კოლუმბიის მთავრობასთან სცადა მოლაპარაკება ამ საკითხზე, რომელიც 1901 წელს კრახით დასრულდა. ამ დროს ჩრდილოეთ პანამელები კოლუმბიისგან დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ და ამერიკამ საპასუხოდ მათ დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, რათა რეგიონში გავლენა მოეპოვებინა. რუზველტმა მაშინ პანამის ატლანტიკისა და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე ამერიკის შეერთებული შტატების საომარი გემები გაგზავნა. ამერიკის დახმარებით და ნაწილობრივ იმის გამოც, რომ კოლუმბიის ჯარებმა ვერ გადალახეს ჯუნგლების რთული პირობები, პანამამ 1903 წელს დამოუკიდებლობა სისხლის ხურის გარეშე გამოაცხადა და რუზველტს საშუალებაც მიეცა არხი აეშენებინა. არხის მშენებლობა 1914 წელს დასრულდა და ის ამერიკის საკუთრება 1999 წლამდე იყო. მრავალი წლის მანძილზე პანამის არხი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა გეოპოლიტიკაში, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა არხი საშუალებას აძლევდა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან მომავალ გემებს ადვილად გადაეკვეთათ წყნარი ოკეანე. ცივი ომის დროს კი ამერიკა არხს კომუნისტების საბრძოლო გემების დასაბლოკად იყენებდა. ამასობაში ამერიკის ხაზინაში შედიოდა სატრანზიტო გადასახადიც. 1967 წელს პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა გადაწყვიტა არხი პანამისათვის გადაეცა რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველი, დიპლომატია. სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკის ბევრი ქვეყანა ამერიკას იმპერიად აღიქვამდა განსაკუთრებით სამხედრო ბაზების გამო, რომლებიც პანამის არხს იცავდნენ. ამიტომ არხის პანამისათვის გადაცემა ერთგვარი მეგობრულობის ჟესტი იყო. მეორე მიზეზი საბჭოთა კავშირთან პაექრობა იყო. მაშინ კარტერი ფიქრობდა, რომ შესაძლებელი იყო, რომ ნიკარაგუას ან სამხრეთ პანამას გარიგება დაედო საბჭოთა კავშირთან და შემდეგ კომუნისტებს აეშენებინათ მსგავსი არხი შტატების სიახლოვეს. ამიტომ 1967 წელს პანამას მოელაპარაკა, რომ არხი 20 წლის შემდეგ სწორედ მათ გადაეცემოდათ, რაც აღარ ხდიდა საჭიროს კიდევ ერთი მსგავსი არხის აშენებას საბჭოთა კავშირის მიერ. ამით კი კარტერმა საბჭოთა კავშირის გავლენის გაძლიერება აიცილა თავიდან.
და მესამე, სამხედრო სტრატეგიულობა. პანამის არხი ოდესღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკის სამხედრო სტრატეგიისათვის, მაგრამ ატომური იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების ეპოქაში არხის სამხედრო მნიშვნელობა გაუფერულდა. ამიტომ კარტერმა გადაწყვიტა, რომ არხის შენარჩუნების ღირებულება ბევრად მაღალი იყო, ვიდრე მოგება. მე-20 საუკუნის მიწურულს კი შეთანხმების თანახმად ამერიკამ არხი პანამას დაუთმო. რა კი გავარკვიეთ 1977 წლის ხელშეკრულების არსი, გადავიდეთ ტრამპის დღევანდელ პოზიციაზე. ის ამბობს, რომ პანამა ხელშეკრულების ყველა პუნქტს არღვევს და ამერიკულ გემებს არასამართლიანად ექცევა. The purpose of our deal and the spirit of our treaty has been totally violated. American ships are being severely overcharged. მაგრამ პანამის მთავრობაც და არხის მმართველობაც ამ ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. მათი განცხადებით, ამერიკული გემები ზუსტად ისეთივე ფასებს იხდიან, როგორცაც სხვა ქვეყნები. პანამის არხის მმართველობა ავრცელებს დეტალურ დოკუმენტს, სადაც ახსნილია, როგორ ითვლება თითოეული გემის და ტვირთის გატარების ღირებულება. ამაში შედის გემის ზომა, ტვირთის ზომა, ტრანზიტის ჯავშნის დრო და ასე შემდეგ. ამიტომ თუ რომელიმე ამერიკული გემი მეც იხდის, შეიძლება იმიტომ, რომ ზომი დიდია ან დათქმულ დროს გადააცილა არხზე გავლა. ანუ ფასების მხრივ ამერიკელების დისკრიმინაცია არ ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ამერიკელები არიან. მაგრამ ამ საკითხს ცოტა კრიტიკულად შევხედოთ. ის ფასები, რასაც იხდიან, რამდენად მისაღები და ლოგიკურია. ხელშეკრულების თანახმად პანამის არხით სარგებლობის ღირებულება უნდა დადგინდეს მისი შენახვის ხარჯების გათვალისწინებით, რაც საკმაოდ ძვირი პროცესია. მაგალითად 2007-16 წლებში არხის გაფართოებაში $5 მილიარდი დაიხარჯა, რადგან უფრო დიდი მოცულობის თანამედროვე გემებს გაევლოთ. ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი არხით სარგებლობა საგრძნობლად გაძვირდა, 2023 წელს ტრანზიტის საფასურმა 10%-ით მოიმატა. არხზე მოთხოვნა კი იმდენად დიდია, რომ ხშირად გემების გავლისათვის ადგილებიც მიუწვდომელია. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საშუალო ზომის სატვირთო გემის სატრანზიტო ღირებულება $280,000 ფარგლებშია. დიდი ნავთობის გადამზიდვისათვის საფასური კი შეიძლება $900,000 აღემატებოდეს. 2023 წელს პანამის არხში წყლის დონემ დაიწია, რის გამოც ზოგიერთი გემი თვეობით ელოდებოდა თავის სატრანზიტო რიგს. ამ დროს პანამამ აუქციონის სისტემა შემოიღო, რაც საშუალებას აძლევდა კომპანიებს, რომ დამატებითი ღირებულებების სანაცვლოდ უფრო სწრაფად გაევლოთ არხი. აუქციონის პრინციპიც კი იმაში მდგომარეობს, რომ მომსახურების ზედა ზღვარის საფასური არ არსებობს, ვინც მეც იხდის, ის იმარჯვებს. ერთ-ერთმა გადამზიდმა კომპანიამ კი $4 მილიონი გადაიხადა, რომ არხი რიგში ჩადგომის გარეშე გაევლო. დღესდღეობით დაახლოებით ტრანზიტის სლოტების მეოთხედი აუქციონზე იყიდება. შეიძლება ეს კოლოსალურ თანხად ჟღერდეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პანამის არხის გარეშე წყნარი ოკეანიდან მომავალი გემების უმრავლესობას სამხრეთ ამერიკის შემოვლა მოუწევს, რაშიც დამატებითი რესურსები და დრო დაიხარჯება, კომპანიებს მაინც უღირთ პანამის არხით სარგებლობა. მაგრამ დონალდ ტრამპი, ჩემი აზრით, არა ფასების დისკრიმინაციაზე საუბრობდა ამერიკელებისათვის, არამედ არხის კოლოსალურ მოგებაზე და ზოგადად მაღალი ტარიფების გაუმართლებლობაზე. 2024 წელს პანამის არხის შემოსავალი იყო $5 მილიარდი. ამის 70% კი იყო მხოლოდ მოგება. ბოლო 5 წლის განმავლობაში პანამის არხის მოგება გაორმაგებულია, რადგან მას აქვს მონოპოლია და ისეთ ფასს დაადებენ სატრანზიტო მომსახურებას, როგორცაც უნდათ. მოგების რაღაც ნაწილი ბუნებრივია ისევ კომპანიაში ბრუნდება, თუმცა გასულ წელს 2.45 მილიარდი პანამის ხაზინაში შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში. 1977 წლის შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ პანამას არ შეუძლია არხიდან მოგება მიიღოს, ეს ალბათ მოსალოდნელიც და ბუნებრივიც იყო, მაგრამ ტრამპის არგუმენტი ისაა, რომ პანამის არხის სარგებლობა ღირს საჭიროზე ბევრად ძვირი, რაც ეწინააღმდეგება შეთანხმების სულისკვეთებას. ტრამპისათვის პანამის არხში ფულზე მეტად მნიშვნელოვანი კიდევ ერთი გეოპოლიტიკური ფაქტორია ჩინეთი. And above all, China is operating the Panama Canal, and we didn't give it to China, we gave it to Panama, and we're taking it back. ხელშეკრულების თანახმად პანამა ნეიტრალური ზონაა, რომლის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაც არავის შეუძლია.
ტრამპი კი ფიქრობს, რომ არხის პოლიტიკური ნეიტრალურობა რისკის ქვეშაა, მიუხედავად იმისა, რომ ამას პანამის მთავრობა უარყოფს. El canal no tiene control directo o indirecto ni de China, ni de la Comunidad Europea, ni de Estados Unidos o de cualquier otra potencia. ამის მიზეზი კი კრისტობალისა და ბალბოას პორტებია, რომლებსაც ჰონკონგში მდებარე კომპანია მართავს. ამ ორი პორტიდან ერთი არხის დასაწყისში, მეორე კი არხის ბოლოში მდებარეობს. მსგავსი პორტები ვიცით, რომ ძირითადად კომერციული ხასიათისაა, მაგრამ ამერიკა მაინც ეჭვის თვალით უყურებს ჩინურ პორტებს და მათ გავლენას გლობალურ ვაჭრობაში. ეს კი ამერიკის საგარეო პოლიტიკისათვის არ ახალია. ამგვარი დამოკიდებულება ჰქონდა მაგალითად ჯო ბაიდენსაც. ეს ღელვა უკავშირდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენას კერძო კომპანიებზე. ჩინური კანონმდებლობით კერძო კომპანიები ვალდებულები არიან ითანამშრომლონ მთავრობასთან, თუ ამის აუცილებლობა დადგება. აუცილებლობაში ძირითადად იგულისხმება ეროვნული უსაფრთხოება, თუმცა ჩინეთისათვის ეროვნული უსაფრთხოება მოიცავს ეკონომიკას, გეოპოლიტიკას, შიდა პოლიტიკას და ნებისმიერ სხვა რამეს, რაც კომუნისტური პარტიის ინტერესებს გაამყარებს. პარალელისათვის TikTok-ის გარშემო დატრიალებული სკანდალი და მცდელობა, რომ TikTok-ი იყიდოს სხვა და დასავლურმა კომპანიამ, სწორედ აქედან მომდინარეობს. ამას ემატება ორი სტრატეგიული პორტი სამხრეთ ამერიკაში. წარმოიდგინეთ, ჩინეთსა და ამერიკას შორის ოდესმე სამხედრო კონფლიქტი რომ დაიწყოს, ჩინეთმა შესაძლოა მოახერხოს პანამის არხის პარალიზება, რაც ამერიკას ძალიან ძვირად დაუჯდება. ამერიკას ცალსახად აქვს პრობლემა არხის ფასებთან და ჩინეთის გავლენასთან, მაგრამ შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი პანამის არხის ხელახლა დასაკუთრებას. ამაზე თქვენი აზრი კომენტარებში გამიზიარეთ. ვიდეოს ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩემი არხი ცნობისთვის, გამომყვეთ Instagram-ზე, TikTok-ზე და X-ზე, რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.